გამარჯობა, ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa, ეპიზოდი 5 და დღეს ჩემი სტუმარია სვეტლანა ბარბაქაძე. ის ასწავლის Newton Preschool-ში და ასევე კავკასიის უნივერსიტეტში, გამოცდილება აქვს ცენტრებში მუშაობის და ასევე კერძო მოსწავლეების. და მე მგონი დღეს ძალიან საინტერესო დიალოგი გაიმართება ჩვენ შორის, ასე რომ გვიყურეთ და თუ დაგაინტერესებთ, დალაიქეთ და დააშერეთ ეს ვიდეო. სვეტა, გამარჯობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ დღეს აქ ხარ. მადლობა შენ მოწვევისთვის. მივესალმები ასევე შენს მაყურებელს. ძალიან კარგი. სვეტა, მოდი დავიწყოთ ესეთი ჩამჭრელი კითხვით დღეს. რომ მოგცენ არჩევანი. დარჩე მხოლოდ ერთ სფეროში, ან სკოლაში ასწავლო, ან უნივერსიტეტში, ცენტრი, ან კერძო გაკვეთილები. რომელს აირჩევდი? Ну, ალბათ უფრო უნივერსიტეტს ავირჩევდი, რადგანაც იქ სტუდენტები ორიენტირებულები არიან სწავლაზე, უკვე ისინი არიან მოტივირებულები, მათ აქვთ მიზანი და იციან რატომ არიან იქ, სადაც არიან. ოკეი. კიდევ ერთი ჩამჭრელი კითხვა, თუ შეგიძლია გაიხსენო შენი ყველაზე რთული, ასე ვთქვათ, სტუდენტი, გაქვს ესეთი გამოცდილება? კი, მაქვს ესეთი გამოცდილება, მყავდა ერთ-ერთი ესეთი რთული სტუდენტი, რომელსაც мотиваცია არ ჰქონდა, უჭირდა ლექციებში ჩართვა. თუმცა შემდეგ რამდენიმე ხნის შემდეგ, რამდენიმე ხნიანი თანამშრომლობის შემდეგ, ესე რომ ვთქვათ, მოსწავლემ გამოხატა ინტერესი სწავლების მიმართ, ჩაერთო, გახდა უფრო მოტივირებული და ბედნიერი, ესე რომ ვთქვათ. რამ გამოიწვია ეს შენი აზრით, რატომ მოხდა ეს? Ну, ალბათ ის ჩემი გამოცდილება, მიდგომა თანამედროვე, იმიტომ რომ მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება სტუდენტებთან, მოსწავლეებთან მუშაობის და შესაბამისად რაღაც მიმართ გამოვიყენე ისეთი ხერხები, ესე რომ ვთქვათ, რითაც სტუდენტი უფრო დაინტერესებული გახდებოდა, არა მხოლოდ წიგნზე ორიენტირებული, ანუ არ არის მხოლოდ ეს კონკრეტული წიგნები, ხო, ანუ რაღაც სხვა შეიტანი ალბათ, ხო, ამ ლექციებზე. რადგანაც თანამედროვე პედაგოგიკა მოითხოვს, რომ ჩვენც მასწავლებლები, ლექტორები ვიყვეთ ყოველდღიურ სწავლებაში ჩართული, ვისწავლოთ ჩვენ და განვითარდეთ ახალგაზრდებთან ერთად და ჩვენ ხშირად მათგან უფრო მეტ რამეს ვსწავლობთ, ვიდრე კი, გეთანხმები ნამდვილად, კი. ჩვენც ვსწავლობთ, რა თქმა უნდა. ჩვენც ვსწავლობთ, კი. ძალიან კარგი ახსენე ახლა შენ мотиваცია. ანუ შენ ფიქრობ, რომ უნივერსიტეტში უფრო მოტივირებულები არიან სტუდენტები, ვიდრე სკოლაში, ცენტრში, ესე იტყოდი? შესაძლოა ესე რომ ვთქვათ, რადგანაც უნივერსიტეტში უკვე მათ აქვთ მიზანი, იციან იქ რატომ არიან, მათ იციან რომ უნდა ისწავლონ, ესე რომ ვთქვათ, უკვე სკოლაში ასაკიც ისეთი აქვთ, რომ არ უწყობთ არ იციან ზუსტად რაში ჭირდებათ მაგალითად. ჭირდებათ, დაინტერესებაც ნაკლებია, უფრო პატარები არიან, ერთმანეთს ქართობაზე ორიენტირებულები არიან, უფრო ვიდრე სწავლებაზე, თუმცა იქაც როგორც გითხარით, ჩვენ ჩართულ თანამედროვე მასწავლებელი თვითონ სწავლობს ახალ მეთოდებს, ახალ სტრატეგიებს, როგორ მიუდგეს თანამედროვე ბავშვებს, იმიტომ რომ როგორც იცით, ყველაფერი დაჩქარებულია, ჩვენც ამ სტუდენტებთან ერთად ვსწავლობთ სიახლეებს და შემდეგ ვარგებთ უკვე ჩვენ საგაკვეთილო პროცესებს და ინდივიდუალურად თვითონ მოსწავლეებსაც. კი ბატონო. ესე იგი, რეალურად უკეთესი შედეგი ამ შემთხვევაში უნივერსიტეტშია. აი რომ შეხედო წლიდან წლამდე, სემესტრიდან სემესტრამდე, ხედავ შენ ამ შედეგებს? მე მინდა გითხრათ, რომ ორივეგან ხედავ შედეგებს, კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ზოგადად გამოცდილებიდან გამომდინარეობს და როცა ყველა კლასს და ყველა ჯგუფს ვუდგებით ინდივიდუალურად, ყველა ბავშვს ვუდგებით ინდივიდუალურად, პირობითად ის რაც არ მუშაობს ერთ კლასში, რაც მუშაობს ერთ კლასში, შესაძლოა საერთოდ არ იმუშაოს მეორე კლასში და ჩვენ გამომდივართ სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესებიდან. და თუ ვხედავთ, რომ რაღაცა არ მუშაობს, ცოცხალი ორგანიზმივით არის სასწავლო პროცესი, გაკვეთილი. შეიძლება რაღაც დაგეგმო, წინასწარ 4-5 საათი დახარჯო ამ ყველაფერზე, მაგრამ შეხვიდე და ამის განწყობა იქ საერთოდ არავის არ ქონდეს და საერთოდ მოგიწევს წიგნის და ეს გეგმის გვერდზე გადადება და იფიქრო, რომ აი ეხლა რა შეიძლება რომ გაკეთდეს, რომ ეს ბავშვები უცებ ჩავთოთ და
დავაინტერესოთ და რა თქმა უნდა მოდის უკვე გამოცდილებიდან იქ შესაძლოა ჩვენ რაღაც თამაშები ვითამაშოთ ან ეს იქნება პირობითად ან რაღაც question-ები ან კვიზი შესთავაზოთ სპადან რაღაც ხო უფრო ინტერაქტიული კი ხო უფრო აუცილებლად ინტერაქტიული უნდა იყოს შესაძლოა ეს იყოს სწრაფი რაღაც vocabulary ჩავრთოთ აი სხვათა შორის წინა სტუმრებთან თითქმის ყველასთან აღვნიშნეთ მასწავლებელი უნდა იყოსო კრეატიული და მოქნილი კი აუცილებლად flexible ხო აუცილებლად უნდა იყოს flexible და თუ ხედავს რომ რაღაც არ მუშაობს ის უნდა გადადოს გვერდზე მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ძალიან ეფექტური შეიძლება დილი 9 საათზე სხვა პირობითად სხვა მეცხრე კლასში კარგად იმუშავა მასალა, მაგრამ ეხლა მეშვიდე გაკვეთილია, მოსწავლეები დაღლილები არიან, უკვე ყველა ფიქრობს როგორ დაისვენოს რაღაც განიმუხტოს და იქ რაღაც reading-ი და question-ები არ სჭირდებათ მან და უბრალოდ უნდათ რაღაცა discussion-ი ისაუბრონ, თუნდაც ითამაშონ, რაღაც ყველამ თავისი მოსაზრებები დაწერონ, ერთმანეთს გაუცვალონ და ეს ამას ქვია vocabulary ball, ის question ball game რომელსაც ხშირად ვაკეთებთ, რომ მინიმალური მაინც რომ გავაკეთოთ რაღაცნაირად მაინც რომ ჩართოთ, ხო? კი. ანუ გამოდის რომ შენი teaching style-ი სხვადასხვანაირია, სხვადასხვა გარემოში, ხო? შენც ადაპტირებას აკეთებ. აუცილებლად მასწავლებელი უნდა იყოს პირველ რიგში ძალიან მოქნილი, ადაპტირდეს გარემოსთან და როგორც თქვით, რომ ხო ვინაიდან თითქმის ყველა სხვადასხვა ადგილას მუშაობთ ან გვიმუშავია და ხო ეს გვიწევს ხო რაღაცნაირად კი. მოდი, მითხარი წარმოიდგინოს ბავშვების მდგომარეობაში თავი და იმ მომენტში ის ხო როგორ გრძნობენ თავს ასე თუ ისე, კი. იცი რა არის ძალიან ხშირია მით უმეტეს ბოლო დროს რატომღაც ხშირად ხდება ესეთი კითხვები და მეც მისვამენ აი სწავლობ ინგლისურს რამდენიმე წელია, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. ვიცი გრამატიკა, ვიცი თეორია ზედმიწევნით, მაგრამ ვერ ვიყენებ. გიფიქრი ალბათ ხო ამაზე, რა ხდება, რატომ არის გავრცელებული? ალბათ ზოგადად ვფიქრობ, რომ პირველ რიგში არის ის, რომ აქვთ შიში, რომ შეცდომები არ დაუშვან საუბრის დროს, ესეც არის ერთ-ერთი. მათ შორის ასევე არის, რომ შესაძლოა არ უსმენენ იმ დონით ავთენტურ ინგლისურს და არა აქვთ ისეთი გარემო, სადაც ისინი თავიანთ თავს freely გამოხატავენ. და აქედან გამომდინარე უჩნდებათ რაღაც დაბრკოლებები და ფიქრობენ, რომ არ გამოუვათ, ან არა აქვთ შესაბამისი გამოცდილება, ჯერ სათანადოდ არ იციან. მე მაგალითად ვურჩევ ყველა მასწავლებელს, დამწყებს რომ როდესაც ინგლისურს ასწავლიან ეს 4-ვე სკილი რაც გვაქვს reading, speaking, writing and listening ეს 4-ვე ერთად ჩართონ ხო რომ რატო შენი აზრით ზოგი არ აკეთებს ამას და მარტო ერთზე კონცენტრირდება? ზოგი ერთი არის რომ აი გრამატიკა ამნიშნულ მაგალითად ჩემ ბავშვობაში იყო ეს რომ ცალკე სიტყვებს გვასწავლიდნენ ცალკე გრამატიკას და მე როდესაც ჩვენ უნდა გაგვაერთიანებინა რასაც ვერ ვაკეთებდით როგორც ეს. როგორც ეს ვერ ვაკეთებდით და უფრო ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბუნებრივი რაღაც გარემოს შექმნა სადაც ეს frill mood-ის თავისთვის უკვე ვიდრე აი ცალკე ხო ცალკე ალბათ თანამედროვე მასწავლებლებმა იციან უფრო ეს მიდგომები ხო ვიდრე ჩვენ ბავშვობაში ცოტა სხვანაირად იყო. თუ გიფიქრია ან შეგინიშნავს რა არის ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ქართველები უშვებენ ინგლისურის სწავლის დროს? არა მასწავლებლები როცა ასწავლიან მაგალითად მარტო გრამატიკას, აი თვითონ მათი სტუდენტების მხრიდან რა შეცდომა შეიძლება უშვებდნენ? აი ზოგადად უნდა ჩვენ გავითვალისწინოთ ერთი რამე, რომ ადამიანები ყველა არიან განსხვავებულად სწავლობენ. ასე ჩვენ ხა როცა გავიარეთ ეს უცხოელებთან ტრეინინგები, სულ გასწავლდნენ, რომ ზოგი არის auditory learner, visual learner, kinesthetic learner და როდესაც ჩვენ პირობითად ვმუშაობთ ერთ კონკრეტულ კლასთან, უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველა არის სხვადასხვანაირად სწავლელი ესე რომ ვთქვათ, ყველას განვითარებული აქვს ეს სხვადასხვა სწავლების უნარი და დასწავლის უნარი აქვს და შესაბამისად ჩვენ როცა ვმუშაობთ მასთან შევიტანოთ ის იგი მასალები ხო? შესაბამისად და ინდივიდუალურად
კონცენტრირდეთ და გამოვიყენოთ ყველა ის learning strategies, რაც არსებობს და მარტო კონკრეტულად არ მივყვეთ, რომ მარტო read და მარტო დაწერი, ან მარტო დაინახე, არა. ყველა ეს 4-ვე სკილი რაც არის, ეს auditory learner-ი ყავს თუ visual learner-ი, ყველასთვის. მაგრამ ეხლა ეს სათქმელად კი ადვილია. მაგრამ კლასში რამდენი ადამიანია ეხლა მაგალითად? რო დავფიქრდეთ და რამდენად შეიძლება რომ ყველა გავითვალისწინოთ ერთ გაკვეთილში. ანუ ეს მოდის უკვე გამოცდილებასთან ერთად, ნუცა. და ამას მასწავლებელი ახერხებს როგორღაც ახერხებს, რომ დავუშვათ 10 წუთი ყველა learners დაუთმოს, რომ იმ გაკვეთილიდან ყველამ რაღაცა თავისი აიღოს ხო რაღაცა და დაიმახსოვროს. და შენ ცდილობ ხოლმე რომ თავიდან როცა იწყებ ახალ კლასთან მუშაობას დაადგინო ვინ უფრო visual არის, ვინ უფრო auditory, ან შეგიძლია ამის განსაზღვრა? ამის ტესტი არსებობს ზოგადად, ჩვენ ვატარებთ ხოლმე სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე. ვატარებთ ესეთ ტესტს და შემდეგ ჩვენ ვეცნობით ამ ტესტის მიხედვით, ანუ აკეთებ ამას. კი, აუცილებლად ვაკეთებთ ჩვენ სწავლების დაწყების წინ, სკოლაში განსაკუთრებით კეთდება ეს სადიაგნოსტიკო ტესტი, რომ ვის როგორ უმარტივდება სწავლა. და მერე თვითონ გეხმარება დაგეგმაში ალბათ. აუცილებლად და როგორც წესი, აი შერეულია ეს. კი, მაგრამ იცი, მაინც სტატისტიკურად როგორც ვიცი, მე visual learner-ები ჭარბობენ. ხო. თითქოს. მე პირადად auditory learner-ი ვარ. აი რასაც მეტყვიან სულ მახსოვს. მე visual ვარ. და სტატისტიკები რომ მინახავს თითქოს, არ ვიცი, შეიძლება ბოლო დროს შეიცვალა, შეიძლება ქვეყანაზეც არის, მაგრამ ძალიან general იმას ვამბობ. რომ თითქოს უფრო visual-ები ჭარბობენ. ხო, უფრო დანახული, უფრო მალე ამას. კი, ხო, ეს images და რაღაც ვიზუალი და ეს თითქოს უფრო მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ ხო, კი. შეიძლება ეს ყოველ წუთში იცვლება და ხო, არ არის აუცილებელი რომ idea fix-ი იყოს კი. აჰა, კი ბატონო. კარგი, მოდი ესე იგი ახლა ეს განვიხილოთ პრაქტიკული ნაწილი. თუ ადამიანს აქვს ძალიან ცოტა დრო. დიახ. რა შეუძლია გააკეთოს, როგორ ისწავლოს ეფექტურად? შენ ხომ თქვი ადრე ჩვენი საუბრისას რომ ის ყავდა ხო ადრე უფრო კერძო მოსწავლეები ეხლაც ყავს თუ აღარ ამ ეტაპზე დრო არ მაქვს არ გხაროთ ხო მაგრამ ადრე ყავდა მომავალშიც ედალთებით უფრო თუ ბავშვები თუ რა ასაკის უფრო ძირითადად შერეული სტუდენტები იყვნენ კი მაგრამ მე-9-10 კლასელები. უფრო სკოლის. ედალთებიც მყავდნენ. რატომ გეკითხები ამ კითხვასთან არის პირდაპირ კავშირში. მე საკმაოდ ბევრი ედალთ სტუდენტი მყავს და სულ მეუბნებიან რომ აი არ მაქვს დრო ხო ვიცი მუშაობ, იქ ოჯახი, ეს ყველაფერი და რა გავაკეთო, ნუ ჩვენი გაკვეთილების გარდა დროს ვერ პოულობ ამ პროცესისთვის და ნუ მე ვიტყვი ასევე ვახსენებ მე რას ურჩევ მათ, მაგრამ შენ რას ეტყოდი რა უნდა გააკეთონ რომ ეფექტურად ისწავლონ ასეთ დროს. ნუ მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოусმინონ. აი თუნდაც, როდესაც public transport minimum ხო, აი როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ თუნდაც, ან უბრალოდ გაჩერებაზე დგანან, ისე როდესაც გაჭედილები არიან სასოფში გაჭედილები არიან სასოფში, ან რა ვიცი, ბავშვი მიყავთ წრეზე ამო რაღაც 1 საათი ხო მაინც არის ბავშვი წრეზე, ამ დროს აუცილებლად მოისმინოს, უყუროს თავისი მოსაზრება, სადმე დააფიქსიროს, გააგზავნოს, ანუ სულ იფიქროს ამას და მუდმივად ჩართული შეძლების დაგვარად ჩართული იყოს. ანუ შეიძლება ხო, მეც ამას ვამბობ, შეიძლება რაღაც დღეში რაღაც დრო გამოვნახოთ ჩვენი თავისთვის. მე მაგალითად ამ ბოლო დროს დავიწყე გერმანული ენის სწავლა ჩემ შვილთან ერთად და ისე მომეწონა ეს პროცესი, რომ სადაც გავჩერდებოდი, სულ ვიმეორებდი ამ სიტყვას და ვეჯიბრებოდით მე ერთმანეთს. მე და ჩემი შვილი ხო და ძალიან კარგი იყო. ის თვითონ სკოლაში სწავლობს. თვითონ სკოლაში სწავლობს და მასწავლებელთანაც დავყვებოდი მე მას და ვუსმენდი იქ და მასთან ერთადაც ვცდილობდი რომ დამემახსოვრებინა რაღაცები და ვითვლიდე მე სახლში ვეკითხებოდი და რაღაცნაირად ეს მინდოდა რომ თვითონაც ჩართულიყო და мотиваცია ქონდა და ძალიან კარგად ვახერხებდი. აჰა. და ეხლა აღარ აკეთებ თუ მიყვები ამას? ეხლა წამოვიდა იმ მასწავლებლისგან სამწუხაროდ სახლში დადის ჩვენთან მასწავლებელი და ისე დროს დადის რომ მე არ ვარ სახლში ხო თორე ისე ვინც მოინდომებს აუცილებლად მოახერხებს ხო მე გეტყვი მე რას ვეუბნები ხოლმე ხშირად ვეუბნები რომ აი დღეში 10-15 წუთი მაინც ეს ხომ აი ძალიან მინიმალური დროა მაგრამ 10-15 წუთი მაინც რაღაცა გააკეთონ როგორც შენ თქვი ან მოსმენა ან დაუშვათ უცბად რაღაც ჩანაწერი გააკეთონ ან
შეეცადონ რომ თუნდაც AI-ს ესაუბრონ ან მიწერონ, ხო, აი რამდენი ათასნაირი ათასნაირი მეთოდია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იყოს ყოველდღე, არა? ეხლა მაგალითად მე თუ დღეს 2 საათი გამომიჩნდა სიტყვაზე და ჩავუჯექი და გავაკეთე ყველაფერი, მაგრამ მე მთელი ერთი კვირა 1 წუთიც არ დაუთმე, ეფექტური იქნება? არა, რა თქმა უნდა. თან ჩვენ ასაკში ჩვენ ხშირად უკვე ისე როგორც ბავშვები ისე ვეღარ სწრაფად ვეღარ ვცვით, ისე ბუნებრივია. ანუ ედალთების შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, ხო? ხო და ინტენსიურად თუ არ ჩართული ამ პროცესში აუცილებლად რაღაც შედეგს დავინახოთ, ხო? კარგი, მოდი ახლა ვისაუბროთ გრამატიკა და სპიკინგის, ესე ვთქვათ, ურთიერთდამოკიდებულებაზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მეორე თუ როგორ უნდა დავაბალანსოთ? იმიტომ ეს კითხვა ძალიან ხშირია. კი, იცით როგორ არის, გრამატიკა თვითონ არის რაღაც ინსტრუმენტი და საუბარი არის მიზანი. ანუ ერთი მეორეს ვერ გამორიცხავს, ორივე მნიშვნელოვანია. მაგრამ ვფიქრობ, რომ ხა მარტო გრამატიკაზე კონცენტრირდეთ, ეს არ არის მართებული, ხო, ალბათ. მაგრამ ის რომ რაღაც გარკვეულ ეტაპზე სწორად ვისაუბროთ, თუნდაც ის დროები გამოვხატოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არ ვთვლი, რომ მარტო გრამატიკაზე იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, ზოგმა იცის გრამატიკა არაჩვეულებრივად, მაგრამ ვერ საუბრობს, ხო? ანუ დაბალანსება უნდა მოხდეს. კი ბატონო, შენ როგორ ფიქრობ, შეიძლება ადამიანმა ისწავლოს მარტო ან მასწავლებლის გარეშე და მიიღოს რეალურად ის შედეგი, რაც მას სურს, უმაღლესი შედეგი? იცით როგორ არის ახლა ფიქრობ, რომ სადღაც რაღაც თუ არიან, ხო არიან პოლიგლოტები და ენისკენ მიდრეკილი ადამიანები და ამას ახერხებენ. და მე მყოლია ესეთი ხალხი, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათად. ძირითადად მაინც მათ ჭირდებათ, ესე რომ ვთქვათ, ხელმძღვანელი, ვინც სწორი მიმართულებით წაიყვანს, მისცემს რეკომენდაციებს, უკავშირს, რას აკეთებს კარგად, რისი გაუმჯობესება სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს უფრო გაამარტივებს პროცესს და ეს აუცილებელია. თუ არ ჩავ. იცი რა არის, მე ვფიქრობ ინტერნეტში იმდენი მასალა შეიძლება ბევრმა იფიქროს, რომ აი რად მინდა ეხლა დღესდღეობით მე მასწავლებელი, მოდი მოვიძიებ ამ ყველაფერს და გავაკეთებ, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, რომ ინტერნეტში არის ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაციაც, ხო? ანუ მე მგონი მაინც ბოლომდე ვერ დაეკვირდი ამას. აუცილებლად კი, ჩვენ სწორი მიმართულება გვჭირდება, იმიტომ ეს დაემსგავსება რაღაც ოკეანეში, რომ ჩაგაგდონ და რამდენი რაღაცა უცბად დაინახო და მოისმინო, კი. იცი, მოდი ვისაუბროთ მასწავლებლის კარიერაზე. პირველ რიგში დღეს გვიან მიწევს ამ კითხვის დასმა. მითხარი, რატომ გადაწყვიტე მასწავლებლობა და საიდან დაიწყო ეს შენი კარიერა? სულ ძალიან საინტერესო კითხვაა. რამდენადაც ესეთი გასაოცარი არ უნდა იყოს, ბავშვობიდან მიყვარდა მასწავლებლობანას თამაში. სახლში სულ მუშაობდი, ვითომ მყავდნენ მოსწავლეები. შესაძლოა ბავშვებიც ჩემ თანატოლები მომეყვანა და მქონდა დაფა ოთახში, წერდი და მათაც ვეუბნებოდი, რომ უნდა ჩაეწერათ, ვასწავლიდი ლექსებს, აი ბავშვობიდან მიყვარდა ეს პროცესი. რაც ბუნებრივად ესე იგი ესე დაემთხვა. იმიტომ რომ მე სხვა ორგანიზაციებშიც დავიწყე, როცა სტუდენტი ვიყავი, მუშაობა და ძალიან კომფორტულად ვიყავი იქ ფინანსურადაც ყველანაირად, მაგრამ მე არ გზნობდი თავს იქ ისე კომფორტულად. და რას აკეთებდი იმ ორგანიზაციებში? მე მუშაობდი ჯეოსელში კომუნიკაციებში. მუშაობდი და ვემსახურებოდი აბონენტებს, ესე რომ ვთქვათ, და მაშინ ეს ძალიან პრესტიჟული სამსახური იყო. ჯეოსელში მუშაობა, ოპერატორი ვიყავი და ანუ ეს ვარეკლამებდი მათ სერვისებს და მე უცხოენაც კარგად ვიცოდი, ხა რუსულიც ვიცოდი, ინგლისურიც, ქართულიც და შესაბამისად კარგად მუშაობდი ხო ან ორგანიზაციაში და ფინანსურადაც მაშინ სტუდენტისთვის ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა. 4 წელი ვიმუშავე, მაგრამ მე მაინც არ გზნობდი იქ თავს კომფორტულად. არა. და მე მიხვდი რომ უნდა შეგეცვალა რაღაც. მე რომ უნდა შემეცვალა რაღაც ჩემ პროფესიაში. მე ზოგადად ვარ ძალიან სიახლეების მოყვარული ადამიანი, სულ მიყვარს ძიება,
მოძიება, რაღაც ახალი სწავლა, გაგება და სულ ერთი და იგივე რაღაცის კეთება არ შემიძლია და ეს მასწავლებლობა ისეთი სპეციალობაა და პროფესია, სულ მუდმივად მასწავლებელი თვითონ სწავლობს. მუდმივად ის არ ჩერდება. და ალბათ ამიტომაც მაგიტომაც ხო ჩვენ სულ ახალგაზრდები ვართ ესე რომ ვთქვა და თანამედროვეები. და მე ანუ ჯეოსელიდან წამოხვედი უნივერსიტეტის დაამთავრე როგორც მივხვდი. ხო, მაშინ მაგისტრატურაში ვსწავლობდი, თან დავამთავრე მაგისტრატურა, თან წამოვედი ჯეოსელიდან. და სად მიხვედი სკოლაში თუ ცენტრში? თავიდან მაშინ პატარაც ვიყავი და ძალიან უბრალოდ წამოვედი და ვთქვი რომ აი ახლა სად უნდა წავიდე. არა და უბრალოდ წამოვედი. ანუ ჯერ არ ქონდა ისეთი კონკრეტული გეგმა? რომ პატარა ვიყავი და გამოცდილება არ მქონდა. ეხლა მასე არასოდეს არ გავაკეთებ, რომ ჯერ წამოვიდე და მერე ვეძებო. ეხლა პირველ რიგში მოვიძებ და მერე გადავალ ხო რა თქმა უნდა. მაშინ არა ესე ვთქვი რომ მე ამოვწურე ჩემი და მე ეხლა რაღაც სხვა ახალი უნდა მოვიძიო და ვაკეთო და ჩემი დის მეგობრის დას ქონდა ენების ცენტრი გახსნილი და დავუკავშირდი მას და ვთხოვე რომ ჯერ სტუდენტი ვიყავი, გამოცდილებაც არ მქონდა, თელი ზაფხული მასთან ერთად მან ამიყვანა, მივედი გასაუბრებაზე, ოღონდ თელი ზაფხული უბრალოდ ვესწრებოდი გაკვეთილებს. 4-5 თვე just უბრალოდ ვიყავი დამკვირვებელი, ვეხმარებოდი ამ teaching-ის პროცესებში. როგორც teaching assistant რაღაც. ხო, დამხმარე ვიყავი, ვეხმარებოდი, მეც ვსწავლობდი სხვადასხვა მახსოვს მათთან ერთად მე სხვადასხვა საზაფხულო ჯგუფებშიც ჩამრთეს და მეც იქ ხან სტუდენტი ვიყავი, ხან დამხმარე ესე რომ ვთქვა და მე ძალიან მომწონდა ეს პროცესი. და ალბათ მაგ დროს მივხვდი რომ გინდოდა ეს შენ თვითონ გაგეკეთებინა, ხო? და 1 წლის მუშაობის შემდეგ თან დამეხმარნენ იქ თვითონ სელტა გაკეთებული გქონდათ. მითხრეს რომ კარგი იქნებოდა თუ გავაკეთებდი, მომანდომეს ესე რომ ვთქვა. მათთან ერთად ერთი თვე სელტას გავიარე ქალბატონ მანანასთან International Hall-ში და ამის შემდეგ უკვე სელტა როცა მქონდა გაკეთებული ვაკანსიები სადაც დაიდებოდა და თუ სელტა მქონდა ჩვეულებრივად შეგეძლო გაგზავნა და მიმართვა და და მახსოვს 5 სკოლაში გავაგზავნე და 5-ვე განამიყვანეს. და მე შენზე იყო არჩევანი ხო? და აირჩია ნიუტონი. ნიუტონი ავირჩია და 13 წელია მუშაობდა. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, ძალიან პატივს მცემენ ზოგადად, გარემო ძალიან მიყვარს. უკვე კარგი ადამიანები მუშაობენ ზოგადად, ძალიან განვითარდი მათთან ერთად. მიყვარს ჩემი სამსახური ესე რომ ვთქვათ. და შემდეგ როცა ნიუტონში მუშაობდი, გადავწყვიტე რომ დოქტორანტურაშიც ჩამებარებინა. ანუ როგორც გითხარით, მე ზოგადად ვერ ვისვენებ სულ რაღაცებს მეძიები. და ამის გამო ახლა დოქტორანტურა რომელიც დაასრულე ხო? ალბათ დავასრულე, კი. დავასრულე. და ეს უნივერსიტეტის იდეა როდის გაჩნდა? უნივერსიტეტის იდეა, ну ახლა ვთქვი რომ ეს დოქტორანტურა რა რისთვის გავაკეთე, ამას ხო მიზანი უნდა ჰქონოდა. და ამისი გაგრძელება იყო უკვე ლექტორი. გაგრძელება იყო, ხო, რომ მიწვეული ლექტორი ვარ კავკასიის უნივერსიტეტში, ასევე ძალიან მიყვარს კავკასიის უნივერსიტეტი, ძალიან კარგი გარემოა, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს იქაც, ძალიან მიხარია იქ მისვლა და მით უმეტეს უკვე დასრულ სტუდენტებთან მუშაობა კიდე უფრო სასიამოვნოა რა თქმა უნდა. და როგორ უთავსებ სკოლას და უნივერსიტეტს რთულია თუ მასე თუ ისე მორგებული გრაფიკი შენ თავს? ხო, მოვარგე, ხო დამეხმარნენ ესე რომ ვთქვათ, ამ მხრივ ძალიან ხელი შემიწყეს ორივე სამსახურმა და ვახერხებ და დავდივარ და ამ მხრივ ძალიან მომწონს რა, რასაც ვაკეთებ, ბედნიერი ვარ ჩემი საქმიანობით, კი. როგორ მიხარია, ძალიან კარგი. და ეხლა მაგალითად ისევ ცენტრიდან სიტყვაზე რომ კონდეს შემოთავაზება, ვინაიდან ამ სიახლეების მოყვარული ხარ, დათანხმდებოდი თუ უკვე ცოტა ზედმეტი იქნებოდა? იცით როგორ არის, ცენტრშიც ვიმუშაობდი დიდი სიამოვნებით, ძალიან კარგია იქაც მუშაობა. როცა გიყვარს შენი საქმიანობა, ყველგან კი, შეიძლება გიყვარდეს, უბრალოდ რომ აღარ მოგცეს ამის საშუალება. ხო, დრო, იმიტომ რომ ოჯახიც, ბავშვებიც ხო ზოგჯერ იცით როგორ არის ჩვენ ანუ ვასწავლით სხვებს და ჩვენი შვილები გვჭება გვერდ ზოგჯერ არა ხშირად ხო ანუ ერთ ჩემ კოლეგამ თქვა ერთხელ რომ ეს ცოდნა ჩახუტებით არ გადადის შვილებთან ხო ანუ სჭირდება ეხლა გამახსენდა გუშინ იყო მე მგონი
ჩემმა შვილმა უცბად შეომიტანა რაღაც როლი, მეთქი რა ხდება, დამიდო და ინგლისურის მასწავლებლის კომენტარი იყო, დავალება არ ქონდაო. ხელი მომაწერინა რომ აჩვენოს. არ ვიცოდი მეძინა თუ მეტი რა. მე ვიცოდა ვის უგზავნიდა. აი მე ისე შემწყვა უცბად და მეთქი რატო არ ქონდა და უფრო ალბათ მაღალი მან იცოდა აუცილებლად და შესაბამისად პასუხისმგებლობაც მეტი აქვს. კი, ხონდა. არა რატო არ ქონდა მეთქი რომ ვკითხე და შენ არ გამომიგზავნეო. მე დამვიწყები. შენ მაინც არ გცალიაო ჩემი შვილი. ნუ ეს ყოველთვის ჩემ უცვლელობას ბრალდება საბოლოოდ. აი ძალიან ისე იყო. ანუ შენ ვერ ეხმარები, ხო, ძირითადად შენ. ვერ. არ გაქვს რა. ძალიან მაგრამ თვითონ თავისით ახერხებს ეხლა მეუბნება რომ მე გერმანული უფრო მომწონსო და უფრო მეტი აქცენტი გააკეთა გერმანულზე და ჯერ პატარაა და ვფიქრობ რომ ალბათ ნელ-ნელა მე მიხვდება რომ ინგლისურიც ჭირდება და უფრო ინტენსიურად ჩაერთვება. ანუ შენ გინდა ალბათ მაინც რომ ინგლისური უფრო ისწავლოს ვიდრე სხვა ენები. ინგლისური უკვე არის მასთი, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ინგლისური და გერმანული უკვე არ იქნება ის იქნება მეორე უცხო ენა. კი, დამატებით. ინგლისური ეს აუცილებლად უნდა იცოდეს სხვა არ არსებობს კი. ეხლა მითხარი, იცი რა, როდესაც ინგლისურის მასწავლებლებზე საუბრობთ, ხშირად არის ხოლმე ესეთი მსჯელობები, დიპლომი თუ გამოცდილება. ბევრი ამბობს, რომ დიპლომი მაინც მნიშვნელოვანია, ზოგი ამბობს, შეიძლება დიპლომი საერთოდ სხვა ფილდში, სფეროში გქონდეს და გამოცდილება უფრო მუშაობს ამ კუთხით. როგორ ფიქრობ? ორივე ახლა ვიტყოდი კი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამაზე მიდგა საქმე დიპლომი თუ გამოცდილება? ნუ გამოცდილება რა თქმა უნდა ყველაზე ისეთი ძლიერი ინსტრუმენტია, ესე რომ ვთქვათ, ის რაც მე გამოცდილება მასწავლა, მას მე უნივერსიტეტში ვერ ვისწავლით, ხო, მაგრამ იქ უნივერსიტეტშიც ვისწავლი ისეთი საგნები, რომლებიც მე რა თქმა უნდა დამეხმარა ამ ყველაფრის უფრო უკეთესად გამერთვა თავი. კი. გამოცდილება, იმიტომ რომ ახლა წარმოიდგინე უნივერსიტეტს რომ ამთავრებ, თუ შენ იმ სწავლის პროცესში არ ქონდა რაღაც პრაქტიკული შეხება, ნუ რა უნდა გააკეთო, ამთავრებ და ისევ ჩები ყველაფრის მარტო პირისპირ, ხო? გამოცდილების გარეშე. ხო, მაგრამ ნუ ზოგიერთი ადამიანი ზოგჯერ 30 წლის ასაკში ხვდება, რომ ის რაც დაამთავრა და დიპლომი აქვს, ის საერთოდ აღარ აინტერესებს და შესაბამისად მას რა თქმა უნდა თუ აქვს სურვილი რომ teaching მასწავლებლის მიმართულებით განავითაროს თავის უნარები და ინტერესი, რატომაც არა. არ არის ხო გვიან? მე ვფიქრობ არ არის ამისთვის გვიან არასდროს. არასდროს არ არის გვიანი ადამიანს, როცა რაიმე გულით უნდა, ის აუცილებლად ნებისმიერ ასაკში გააკეთებს. აუცილებლად კი. მოდი იცი რა მითხარი, ვინაიდან უკვე ვისაუბროთ ამ დროის უკმარისობაზე, გაქვს ხოლმე burnout-ი, ესე ვთქვათ, გადაწყვეტ. რა თქმა უნდა, ჩვენ მასწავლებლებს ეგ თან გვსდევს ესე რომ ვთქვათ, ძალიან ხშირად გვაქვს უკვე და როგორ უმკლავდები, რას აკეთებ ამ დროს, როგორ ხვდები საერთოდ რომ რაღაცა უკვე გადაიწვი? ხო, აი ვიღლებით დავშვათ. უფრო ადვილად ალბათ, ხო. მაგრამ ამ შემთხვევაში გვეხმარება ის, რომ რაღაც სიახლეების მოძიება, რომ რაღაცა სხვა განვავითაროთ ეს ჩვენი ინტერესები, ეს ჩვენი teaching-ი კიდე სხვა ლეველზე ავიყვანოთ, იმიტომ რომ სულ რაღაცები იცვლება, სულ სიახლეები, აი იგივე დავუშვათ ახლა სტანდარტული პროგრამიდან ჩვენ გადავედით IB პროგრამაზე. ახლა ის თავის მხრივ ძალიან საინტერესოა, გვაინტერესებს იქ IB სტანდარტებზე რა არის განსხვავებული, რა არის სიახლე. ამ ბოლო დროს ნინო რაჭველიშვილმა ესეთი კარგი იდეა თქვა, რომ აი შესაძლოა IB-ის სტანდარტები რაღაც იაპონურ სწავლებასაც შევადაროთო და ანუ როგორ არის იქ და რაღაც უფრო აქცენტები რო გავაკეთოთ სოციალურ ემოციურ კეთილდღეობაზე, ესე რომ ვთქვათ. და იქ როგორ ხდება იაპონიაში, რა შეიძლება ჩვენც რო ჩავრთოთ ამ მიმართულებით, რომ ეს მოსწავლეები უფრო
გავხადოთ როგორ ვთქვათ პროდუქტიულები ალბათ დაინტერესებულები რომ აი boring არ იყვნენ რომ აი ეს ხო ვიცით და ეხლა არ გვინდა და რაღაცა ხო ანუ უფრო გაკვეთილი რომ უფრო საინტერესო გამოვიდეს ხო ეს მოსწავლეებიც უფრო ისეთი რომ იყვნენ. ანუ იაპონია ახლა არის ის ალბათ ზოგმა, იმიტომ ახსენე ალბათ რახან ახლა ხან იყავი იაპონიაში, გამიზიარე მაინც რომ ვთქვათ რატომ იყავი, რა ხდებოდა? ძალიან საინტერესო იყო ხო მე მგონი? ძალიან საინტერესო კონფერენცია ჩატარდა, ფსიქოლოგია და behaviorism-ი. და ამ მხრივ ნინო რაჭველიშვილის სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე. ჩვენი კოლეგა, ასევე მასწავლებელი. პროფესორია განათლების მიმართულებით ისიც და ჩვენ ჩავედით საქართველოს 68 სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ სხვადასხვა წარმომადგენლები. მარტო თქვენ იყავით თქვენ ორნი აქედან? ადამიანი იყო კი, რაც ძალიან სახალისო იყო ამის გაჟღერებაც, კი და მოსმენაც იქ ძალიან კარგად გამოვიდა ნინო თავის საინტერესო თემა ჰქონდა. და იქ ჩვენ სხვა მოусმინეთ სხვა რესპონდენტებსაც, მომხსენებლებსაც, ვისაც თავიანთი თემაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან, კი, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი ყურადღება იყო გაკეთებული AI-ზე თანამედროვე სწავლებაში და მის როლზე გვეხმარებაო თუ ხელს გვიშლისო რას ამბობ? იქაც აუცილებელია რაღაც ბალანსის დაცვა, მაგრამ აუცილებელია AI-ის ჩართულობა ჩვენთვის არის ძალიან კარგი მასწავლებისთვის, იმ მხრივ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში უფრო დროს ვზოგავთ რაღაც მხრივ, თუმცა აქაც ხო ბალანსი გვჭირდება და სტუდენტების მხრიდან უფრო ბალანსია საჭირო, გონივრულად უნდა გამოიყენონ ეს რომ ხო, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ ახლა მოზდილები ვარ და ვიცით უფრო რამდენი დრო დაუთმოთ და რა კუთხით გამოვიყენოთ და მათთვის ცოტა რთულია ხო? მაგრამ მაინც ესე ვთქვათ არის რეკომენდირებული. არის აუცილებლად კი. ძალიან კი. ვერაუვლით გვერდს. ვერაუვლით გვერდს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში ძალიან გვეხმარება ეს ყველაფერი და ისევ გეგმავთ ჩვენს გაკვეთილებს, რომ გაკვეთილებს უფრო თანამედროვე ხდება, უფრო სახალისო ხდება, რაღაც ბევრ სიახლეებს ვიგებთ და ძალიან კარგი ანუ მასწავლებელი სულ უნდა განვითარდეს, სულ უნდა ისწავლობდეს, წინ მიიწევდეს და ხო, სულ ინტერესიანი უნდა იყოს. გარდა როგორც კი რაღაცა ცოტა ხანი ჩამორჩები, რა ვიცი, იმდენი რამე ხდება, დაკარგავ ალბათ. ძალიან დასწრაფდა ხო ზოგადად ყველაფერი, სწრაფად ვითარდება, შესაბამისად ჩვენც მასთან ერთად შეძლების დაკვარა. ხო, რა თქმა უნდა, ფეხი უნდა ავუწყოთ. ავუწყოთ აუცილებლად. და დადგა ბლიც კითხვების დრო. აბა შეეცადე სწრაფად მიპასუხო ფიქრის გარეშე, რა უპირატესობებს ანიჭებს შემდეგ საკითხებს, ასე ვთქვათ. Online თუ offline სწავლება? Online თუ offline? ალბათ offline. Offline. ისე ბარე მოკლე კითხვა, online ასწავლიდი? გაქვს სხვა ალბათ გამოცდილება? კი, რა თქმა უნდა, გვაქვს გამოცდილება COVID-ის დროს სკოლას მოსწავლეებსაც კი online წელიწად ნახევარი ვასწავლეთ და ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. შესაბამისად ვიტყვი, რომ offline აუცილებლად ბავშვების შემთხვევაში. მოზრდილებთან კიდე კი, მაგრამ ბავშვებთან აუცილებლად offline. ჯგუფური გაკვეთილები თუ ინდივიდუალური? ეს დამოკიდებულია თვითონ მოსწავლეზე. ზოგიერთი მოსწავლე უფრო ვის როგორ ურჩენი? ვის როგორ სჭირდება. სჭირდება. ოკეი. მაგრამ შენი მხრიდან როგორც მასწავლებელი? ჩემი მხრიდან რა თქმა უნდა ჯგუფური. კი, ენას უხდება ჯგუფური ეს კომუნიკაცია კი. ბავშვები თუ დასრულები? ნუ ალბათ ბავშვები ამ შემთხვევაში. დამწყები თუ მაღალი დონის სტუდენტები? ალბათ სადღაც middle. აჰა, intermediate სადღაც. სახელმძღვანელო, ერთი სახელმძღვანელო თუ სხვადასხვა მასალები? რა თქმა უნდა, სხვადასხვა მასალები. კაცრი მასწავლებელი თუ მეგობრული? თანამშრომლური. ოკეი. დავალება კი თუ არა? 50-50. ოკეი. შემდეგი კითხვა საგამოცდო პროგრამებზე IELTS-ი TOEFL-ი ამზადებდი შენ თუ არ მოგიმზადებდი? როგორ ფიქრობ? IELTS-ი TOEFL-ი თუ ზოგად ინგლისურში მომზადება? ნუ გააჩნია თუ სტუდენტი მიდის საზღვარგარეთ, რომელ ქვეყანაში მიდის, იმის მიხედვით უნდა დაჭირდება IELTS-ი TOEFL-ი მიხედვით, კი, რომელ სიტყვას უნივერსიტეტი ის უნდა გააკეთოს. კი ბატონო. ბევრი პატარა გაკვეთილი თუ ცოტა, მაგრამ გრძელი გაკვეთილები? ხანგრძლივი. აი მე როგორ ოკეი.
ბევრი პატარა მაგალითად 9 საათიანი გაკვეთილი თუ ცოტა საათნახევრიანი? ალბათ ბევრი პატარა გაკვეთილები. Okay. უფრო პროდუქტულია. უფრო კი ბატონო. შეცდომების ხშირი შესწორება თუ თავისუფლად მიშვება? ანუ მე არ მიმაჩნია სწორად რომ აი ყოველ წუთას მოსწავლეს გააჩერო და უსწორო შეცდომები, შეუძლია თვითონ მასწავლოს ჩაინიშნოს რამდენიმე შეცდომა და შემდეგ გამოიტანოს ეს საყოველთაოდ და თქვას რომ აი აქ უკეთესი იქნებოდა ასე. ან ინდივიდუალურადაც დაელაპარაკოს თუ საჭირო. კი ბატონო. ოკეი. ინგლისურად წიგნების კითხვა თუ ვიდეოების ყურება? ორივე ალბათ. და ბოლოს როგორ ფიქრობ, რა უფრო მნიშვნელოვანია ინგლისურის სწავლის დროს? დისციპლინა თუ მოტივაცია? მოტივაცია. კარგი, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ახლა იწყებს ინგლისურის სწავლას? თავარია გინდოდეთ და აუცილებლად გამოგივათ. მოტივაცია თუ გაქვთ, აუცილებლად გამოგივათ. ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნოა. არ ვიცი შენ უყურე თუ არა წინა პოდკასტებს, მაგრამ მე ხო ვიყავი ლონდონში და ლონდონიდან ჩამოვიტანე რამდენიმე ბლოკნოტი და ვინაიდან მე ძალიან მიყვარს ბლოკნოტები, ამიტომ გადავწყვიტე რომ მიჩნდება. უღრმესი მადლობა. შენ გიყვარს ბლოკნოტები? ძალიან სასიამოვნოა, კი ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ეს განსაკუთრებული საჩუქარია. შენ იმიტომ რომ შენ მაჩუქე და კიდევ ახლა ლონდონიდან ჩამოიტანე. ძალიან დიდი მადლობა. მედია გამოიყენებ ისეთი არაფერი, მაგრამ მე ისე აგროვებ ხოლმე სულ ყველგან ბლოკნოტები მითევს, გონია რომ მასწავლებლობისთვის ძალიან განუყრელი ატრიბუტია. არაფრის. ასე დასრულდა ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. დიდი მადლობა თუ ბოლომდე გვიყურეთ და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თუ გინდათ მეტი მსგავსი ვიდეო ნახოთ, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდი და დალაიქოთ ეს ვიდეო. დროებით.